თქვენი იმყოფებით დედოფლის ყაროში, ეს გახლავთ უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი საქართველოში, სადაც ისტორიულად იყო განვითარებული მეფარდაგეობა, მეხალიჩეობა. მე ვარ პროფესიით მხატვარი, არქიტექტორი, ჩემი საქმიანობით ვერ ვიმუშავა და მინდოდა რაღაც სასარგებლო გამეკეთებინა ამ რეგიონისთვის და გადავწყვიტე, რომ ეს მიმართულება, მეფარდაგეობა, რომელიც უკვე ფაქტიურად მტარი იყო, აღარ არსებობდნენ ქსოველები, დავიწყებას იყო მიცემული ეს ქსოვის ტექნოლოგია, ბუნებრივი საღებავებით ხების ტექნოლოგია და გადავწყვიტე, რომ ეს მიმართულება ამეღორძინებინა. ბევრი დრო დაჭირდა ამ ამბის აღდგენას, რადგანაც როდესაც რაღაც კვდება, იმის ხელახლა აღორძინება და მისი განვითარება ძალიან რთულია, დრო ჭირდება. შევისწავლეთ, როგორი იყო ის ორნამენტები, რას გადმოსცემდნენ ის ქალები, რომლებიც ქსოვდნენ. ეს იყო ენა, მხატვრული ენა, რომლებიც იმ თავიანთ გარემომცველ სამყაროს, დამოკიდებულებას გარემოსთან, ადამიანებთან ეს ყველაფერი არის იმ ფარდაგებში ჩაქსოვილი. მოვიძიეთ, აღვადგინეთ და მერე დავიწყეთ ფიქრი თუ როგორ უნდა განვითარებულიყო და თანამედროვეობასთან როგორ უნდა მოხდარიყო მისი ადაპტირება. რადგანაც შემოქმედებაში ყველაფერი განიცდის ევოლუციას და ეს აუცილებელი პირობაა. აქ თუ არ გიყვარს ეს საქმე, ნამდვილად ვერ იმუშავებ. როდესაც რაღაცაში უკვე პროფესიონალი ხარ, ის სირთულე აღარ არის. რომ გითხრათ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი არა, მაგრამ ეს ქსოველის ოსტატობაზეა დამოკიდებული რა პერიოდი უნდა, თუმცა დაახლოებით ერთი მოზრდილ ფარდაგს დაახლოებით 3 თვეს 4 თვე ჭირდება. რადგან ჩვენ მუშაობთ ვაშლოვანის მიმდებარედ, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ რატომაც არა მოდი გაგვაკეთებინა თანამედროვე ბუნების მემკვიდრეობასთან რომ ყოფილიყო კავშირში ასეთი კოლექცია და ავირჩიეთ თემად ვაშლოვანი. და ვაშლოვანში არის ძალიან ბევრი ისეთი ენდემური მცენარე, ცხოველი, რომელიც მხოლოდ იქ არის და გადავწყვეტეთ, რომ ჩვენთან ეს ფაქტიურად ესეც კონსერვაციაა. მაგალითად ლეოპარდი, რომელიც მე ვეძებ ძველ ეთნოგრაფიულ ნიმუშებში არის ვეფხვებიანი, ლომებიანი, მაგრამ ლეოპარდიანი ფარდაგი არ არის და ეს არის ჩვენი ვერსია. ასევე აქ არის ვაშლოვანის ეროვნულ პარკთან სამუხის ველია, სადაც ქურციკების შემოიყვანეს ბევრი არის უკვე და გადავწყვეტეთ, რომ გაგოკეთებინა სამუხის ველის ინსპირაციად ის ფარდაგი, სადაც არიან ეს ქურციკები, სარსარაკები, მერე ეს არის საკმაველის ხება, რომელიც მხოლოდ ვაშლოვანის ეროვნული პარკისთვის არის დამახასიათებელი და ეს ფერები, რომელიც იქ არის გადმოცემული, ზუსტად იმ გარემოს ესადაგება. ორი დედამდინარე ჩამოდის, ალაზანი და იური და ამ ორ მდინარეს მიუძღვენით ეს ჩვენი ფარდაგი, სადაც არის გამოყენებული ორნამენტები ტრადიციული, წყლის, კარიკიპო, მორიელი, ეს ძალიან ისეთი საკრალური, ისეთი დამნიშნულება ჰქონდა ფარდაგებში. მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე, ეს ისტორიულ წყაროებში ესე ვნახე და ამოვიკითხე, რომ იყო ბუნებრივი საღებავებით ხებავდნენ. შემდეგ შემოვიდა საქართველოში მინერალური საღებავები, ქიმიური და დაიწყეს ამ ქიმიურ საღებავებში ღება, რადგან რთულია ბუნებრივი საღებავებით ღება, ბევრ დროს და ბევრ რესურსს მოითხოვს. გადავწყვიტე, რომ აი ეს რადგან დავიწყე თვითონ ქსოვის აღდგენა, ასევე მინდოდა ამ ბუნებრივი საღებავებით ღების აღდგენა. ძალიან ბევრი შრომა, ექსპერიმენტები ჩავატარეთ, თუ რომელი მცენარე კი ეთნოგრაფიული მასალებიდან, ძალიან საინტერესო ლიტერატურიდან მე ეს ყველაფერი მაქვს შესწავლილი და მაგრამ ამას სჭირდებოდა უკვე პრაქტიკაში გამოყენება. აქ ძალიან ბევრია ველური ბროწეული, ენდრო, კაკლის წენგო, ის მცენარეები, რომლებიც ჩვენ გამოვიყენებთ დღეებისთვის, ფაქტიურად ჩვენ დავაკონსერვეთ, ანუ კონსერვაციას ვეწევით. ეს შემდგომი ისტორიისთვის როგორ არის, როგორც სახელმძღვანელო ისე იქნება, რომ აი მაგალითად იმ ფარდაგზე მოქსოვილი დაუშვათ ეს ფერი, ამაშია შეღებილი, დაუშვათ იმ ღვინოშია, საფერავში და ეს არის ასევე ისტორია, ანუ იმ პერიოდში რა მცენარეები იყო და რა გამოიყენებოდა. ესეც ძალიან ისეთი საინტერესო თემა არის.
როდესაც ჩვენი ნივთი მოგზაურობს საზღვარგარეთ, მას მთელი ჩვენი მემკვიდრეობა თან მიყვება და ეს ძალიან კარგია. ყოველთვის მეამაყება, როდესაც ეს ჩვენი ისტორია და ჩვენი ამბავი აი ამ ადამიანებთან მიდის და ყვება ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენ რა ვიცი, ისტორიას, იდენტობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.